ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 2 სექტემბრის რეჯალის შესრულების წინდეს წესრიგი. ის წესრიგში არის ორი საკითხი. საკრებულოს თავმჯდომარის ზაქარიშვილის გადაღების საკითხის გააცვლება. მოხსენილი ეფთიმიშვილი. მეორე საკითხი ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა. მოხსენილი ეფთიმიშვილი. ვინ არის კონკრეტია? ვინ არის ჩერის საკრებულოს მე შემთხვევით მოხდიახა და საკრებულოს თავმჯდომარედ და მე არც ვიცი ეს წესები როგორია წესები და თუ მარტო ჩემზეა გადაწყვეტილება მე არ ვიცი აი წევრები აქ ახალ საკრებულოს და შესვენება გამოაცხადეთ და 2 საათი შემდეგ აი ეს არის 2 საათი იქნება 1 საათი იქნება მე 2 საათს ვითხოვ რომ მჭირდება სრულყოფილი სიტყვა რომ მოხსენებელი ითხოვს 2 საათს 2 საათი მივცეთ აი ეს რაზე დავაყენოთ რა 2 საათი აბა მინდა ის ვადაზე ლაპარაკი რა ვადაზე უბრალოდ სირცხვილიც არის საკრებულო რომელიც გადარჩევის საკითხს დაყენებს 2 საათიან ვადაზე საუბარი და დროზე და წუთებზე სირცხვილიც არის აი ახლა არის ის ზუსტად 2 საათი შემოგვიყვება აი მადლობა შეგვიძლია რომ მე ვიცი არა რა იცლება რა გამოსახში რა ისეთი არაფერი არ ჩემი საკრებულოს თავმჯდომარეობის მუშაობის პერიოდში ჩვენ დავაკმაყოფილეთ პირველსავეს პრომაზე დავაკმაყოფილეთ დეპუტატის მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატურის წარმოდგენა გამგებლის კანდიდატურად და მოვალეობის შემსრულებლად დავამტკიცეთ. ჩვენ ამდენი ხნის მანძილზე საკრებულოს არც ერთი გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული, რომელსაც ქონდა გათვალისწინებული როგორც გამგეობის, ისე მაჟორიტარი დეპუტატის სურვილები. ეს ეხებოდა გამგეობის სტრუქტურის ცვლილებებს, ეს ეხებოდა ხელფასებს, ეს ეხებოდა საკადრო საკითხს, თუ რამე იყო ჩვენთან შესაძლებელი და ასე ვთქვათ არ ყოფილა. ისიც კი გავაკეთებთ ჩვენ რომ დეპუტატს რაკი სურვილი ქონდა მე ეს ვიცოდი მისი სახელობის ძიუდო სკოლა სასპორტო სკოლაში ჭიდაობის სკოლაში მოთხოვნა ნორმაც კი ამოვიღეთ რომ უმაღლესი განათლება არ ყოფილიყო დირექტორისთვის საჭირო რათა დეპუტატს ქონიყო სრული საშუალება იმისი რომ თავისი კადრებით დაეკომპლექტებინა და გამგებლებს დაეკომპლექტებინა აიპებიც კი ერთადერთი საკითხი იყო როდესაც მე წავედი წინააღმდეგი, მადლობელი ვარ მე მაშინ ბიუროს წევრებმა მხარი დამჭირეს უმრავლესობამ, როდესაც გამგებელი ბრძანდებოდა საზღვარგარეთ და გამგებლის მოადგილემ დააყენა საკითხი ერთჯერადი პრემიერების ერთთვიანი, ასე ვთქვათ, ხელფასით პრემიერების შესახებ აბსოლუტურად ყველა თანამშრომელზე თქვენ წარმოიდგინეთ ადმინისტრაციულ დასჯილებზეც კი და დამხმარე პერსონალზეც კი. ეს მაშინდელი გათვლით სადღაც 115,000 ლარი გამოდიოდა და ჩვენ პრიორიტეტად მივიღეთ რომ ეს პრემიერება ასე რომ არ გაკეთებული იყო, შესაძლებელი იყო სხვა საქმეები გაკეთებული იყო და ამიტომ თქვენ ამაში დამეთანხმეთ და ამაზე მადლობელი ვარ. რაც შეეხებოდა წინა სტრუქტურა, როდესაც გამგებელს ჰქონდა ყველაფერი უფლებამოსილებები საკრებულოსიც კი წაღებული ჩვენ მაშინ დავაყენეთ საკითხი ვიცი რომ არ მოსწონდა ბევრს და არ მოეწონა არც გამგებელს და არ შეიძლება სხვას და ეს შეიძლება გარკვეულ წინააღმდეგობათაც კი ჩათვალეს, მაგრამ აიპის ხელმძღვანელების დანიშვნის საკითხი საკრებულოს პრეროგატივა გავხადეთ. ჩვენ როდესაც აიპის ვაფუძნებთ, ქონებით ვქნით ალბათ იმ დარგობრივ აიპის და ამავე დროს მისი ხელმძღვანელის დანიშვნა ჩვენთან საკრებულოსთან არ თანხმდებოდა, ეგ ცოტა უხერხულად მივიღეთ და ამაში თქვენ დამეთანხმეთ და მადლობელი ვარ რომ საკრებულოს გარკვეული ფუნქცია დაუბრუნდა. მე ამავე დროს მინდა გაგახსენოთ რომ არც ერთი ფრაქციის, არც ერთი გახსოვთ ალბათ ადრე როგორ იყო თითოეული ფრაქცია თუ თითოეული პოლიტიკური გადაწყვეტილება კიდევ ბევრ ადამიანთან შეთანხმებით კეთდებოდა. და მე ეს კარგად გახსოვთ, აქ ახარც უყოლა ამას ვერავინ ბრალჩოს დამდებთ რომ ფრაქციების შექმნაში, ან დაშლაში, ან შემდგომ შექმნაში სადმე ჩემი პოლიტიკური ან რაღაც ესეთი ყოფილიყო რომ თქვენთვის დაძალადებათ ეს გამეკეთებინა. კარგად გავიარეთ, მადლობები მესმის, ერთი უხერხულობა იყო, როდესაც
სულ პირველად დადგა საკითხი და საკონკურსო საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე უნდა აერჩია საკრებულოს. მაშინ მაჟორიტარმა დეპუტატმა ყველა თქვენ დაგიბარათ და გითხრათ, რომ ზაქრო კინგლაძე არ უნდა ყოფილიყო კომისიის თავმჯდომარე. იუროზე თქვენ ჩემს სასარგებლოდ გადაწყვეტეთ ისევ საკითხი, რომ მე ყოფილიყავი, მაგრამ კიდევ ერთი დაბარების შემდეგ თქვენ მეთხოვეთ, რომ არ დაძაბულიყო სიტუაცია და მოდი ამაზე რაღაცნაირად კონსენსუსს მიგვეღწია. მე მაშინ მოხერხებული მდგომარეობიდან გამოგიყვანეთ და ჩემი კანდიდატურა მაშინ მოხსენი. ეს ადამიანი ზოგიერთი საკითხი შეიძლება ზოგისთვის აქ ცოტა ასიახლე იყოს და ასე ვთქვათ ვერ გადააბას ესენი, მაგრამ ქრონოლოგიურად რასაც ვლაპარაკობ ისე იყო, იმიტომ რომ დარბაზში შედან ადამიანები, რომელსაც დღემდე საკრებულოში არ უნდა ისწრენ, რადგან წელიწადზე და 6 თვეზე მეტი არ უმუშავებთ და რაღაცები გაუკვირდებათ ახლა მე რასაც ვლაპარაკობ, მაგრამ ივლიდით ბატონო იმუშავებდით და გაიგებდით, რომ ეს ყველაფერი ნამდვილად ასე იყო. მოკლედ, აი ეს მდგომარეობა მე ახლა ვიცი, რომ აქ კენჭსაც უხრით. გადამირჩევთ კიდეც. და მიიღებთ ამ გადაწყვეტილებას. ისიც კარგად ვიცით, საიდან მოდის და როგორ წამოვიდა. ერთ ჩვენიერ დღეს აი ასე ბიუროს კომებს ვატარებით, დაფერეთ ვატარებით და მეორე დღეს მოხვედით და სულ ყველა მგო გვერდზე გაწიეთ თავი. ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ თქვენი გადაწყვეტილება. მე აქედან მივდივარ მართალი. ვერც ერთი ვერ მეტყვით, რომ ზაქრო კინგლაძე კანონიერებასთან მიმართებაში რამე დააშავა. ზაქრო კინგლაძე საკრებულოს მუშაობაში პრესტიჟი დაეცი საკრებულოსი და ეს ვერ გააკეთე. ვერ მეტყვით, რომ პირად ურთიერთობებში რომელიმესთან ტრად მივდიოდე და ცუდი ურთიერთობით მივდიოდე. მე მეგონა ჩვენ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებამდე მივიდოდით იმ მოდელით, რომ ქვეყნისთვის გვეჩვენებინა, რაიონისთვის ყოველ შემთხვევაში გვეჩვენებინა, როგორი უნდა ყოფილიყო თვითმმართველობის ორგანოები. ამ თვითმმართველობის ორგანოებში საკრებულო ქალბატონო ნათელა ხო არ გადავაცილე ვისაც? ამ თვითმმართველობის ორგანოების მუშაობაში განსაზღვრული იყო საკანონმდებლო და აღმასრულებელი ურთიერთობები და ყველას კარგად ცოდნიყო, ვის რა უფლებები ენიჭება. მე ეს მინდოდა მეჩვენებინა, მაგრამ ეთყობა ეს არ გამომივიდა, იმიტომ მე ისევ გავაგრძელებ საკრებულოში მუშაობას თქვენთან ერთად, რა თქმა უნდა, არც დეპუტატობიდან არ წავალ, მოვალხმები შემოგიერთდებით ხოლმე, თუ საკითხებს გადაწყვეტავთ, თქვენთან ერთად ვიქნები თუ არა და ისევ იმძას დავადგები ოპოზიციონერობისას, რასაც მანამდე ვაკეთებდი ხოლმე. აი ეს არის ზეპირად ვიცი, არჩევნების შემდეგ მეორე მესამე დღეს შეხვედრები, ვინ ვის შეხვდა, საიდან დაიწყო პირველი არევდარება, როგორ მოგვიხდა ჩვენ, მაგრამ ჩვენ შევძელით და ერთად გადავაბიჯეთ ამ ყველაფერს. ეს ყველაფერი კარგად ვიცი, ის ბუდე, ის ფურუნკული დღეს ისევ არსებობს. ახმედაშიც და ერთ ადამიანს მაინც თუ შეუძლია ეხლა ადგეს და მითხრას მიზეზი, ან ნაწილობრივი, ან თლიანი, ან იქნებ ჩამოყალიბებული გქონდეთ, მომხსენებელი თქვენ ძალიანთ ქალბატონებთან და მოგისურვებთ. თუ გარხილის გარეშე უნდა ვაკეთოთ, მაშინ მოყავით კანჭი მე უკვე მოვუსწრე შემსაქმეს. კანონის გარეშე გავაკეთეთ და ჟურნალისტებს თუ დაშენებათ ინტერვიუ, მე მიცემ ინტერვიუს.